ევროპა, სოფო ზურაბიანთან ერთად. გამარჯობა, თქვენ უსმენთ რადიო ქალაქს და გადაცემას ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ ასოცირების შეთანხმება და ტოლთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან ამ კუთხით აღებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გიგა გიორგაძეა, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე. მადლობა ბატონო გიგა, რომ ხართ ჩვენი დღევანდელი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და დავიწყოთ ვალდებულებები, რომელიც ქვეყანამ ძალიან დიდი დოზით აიღო, ასოცირების შეთანხმება არ გულისხმობს მხოლოდ შესაძლებლობებს, ის გულისხმობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას. რა ვალდებულებები აიღო კონკრეტულად თქვენმა უწყებამ ამ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად და რა ეტაპზე ამ ვალდებულებების განხორციელება? ვფიქრობ, რომ ძალიან აქტუალური თემა არის და ალბათ ზოგადად უნდა გავმარტოთ, როგორი იყო საერთოდ პროცესი. დიახ. 2011 წელს მიღწეული იქნა შეთანხმება ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის გამარტივებასთან დაკავშირებით. 2012 წელს დაიწყო უკვე დიალოგი და შესაბამისად დაისახა 4 მიმართულება, რა მიმართულებების შემოწმებაც უნდა მომხდარიყო. პირველი ეს იყო საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები, მეორე ეს არის საზღვრის ინტეგრირებული მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა და მიგრაციის პოლიტიკა, ასევე ეს იყო დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიული პასპორტების ჩათვლით და საზოგადოებრივი წესრიგი და კორუფციული მიმართულება. უნდა ითქვას, რომ 2012 წლის ამ დიალოგის დაწყების შედეგად უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სრული მობილიზება იყო ყველა სახელმწიფო უწყების და ასევე მადლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც ჩართულობა, განწყობა, მიდგომა იმისა, რომ ეს ვალდებულებები შესრულებული იყო, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეძლებოდათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენი სამინისტროს ვალდებულებას, ეს ძირითადად არის თავშესაფრის სისტემა. დიახ, ეს იყო საკმაოდ კინოური თემა და ყველაზე დიდი ვალდებულება ერთ-ერთი, რომელიც ქვეყანას უნდა განახორციელებდეს. დიახ, და ჩვენი მიმართულებით, ანუ პირველი ფაზა, ანუ ორი ფაზით შედგებოდა ევროკავშირის მიერ შემოწმება. პირველი ფაზა ეს იყო საკანონმდებლო და პოლიტიკური სისტემის სტრუქტურა თავშესაფრის სისტემასთან დაკავშირებით და მეორე ფაზა ეს იყო უკვე როგორ ხორციელდება პრაქტიკაში. რამდენად, ანუ პრაქტიკაში ხორციელდება ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც პირველ ფაზაში შეფასდა დადებითად, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არის სრულყოფილი. ჩვენ ამისათვის საკმაოდ დიდი მუშაობა გავწიოთ. ეს იყო საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხი. შარშან ჩვენ განახორციელებდა არაერთ საკანონმდებლო კანონში ცვლილებები, როგორც სისხლის სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალში, იურიდიული დახმარების. ანუ პირველ დონეზე ეს იყო საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა ჩვენ ასევე გავაკეთეთ თავშესაფრის ცენტრები. დიახ, ანუ 2014 წელი ეს იყო შეფასება საკანონმდებლო სისტემის. ჩვენ სრულყოფაში ქონდა და დადებითად შეფასდა საკანონმდებლო ჩარჩო თავშესაფრის სისტემის, ისე როგორც სხვა მიმართულებებიც და შემდეგ უკვე მოხდა შარშან პრაქტიკაში შემოწმება როგორ მიმდინარეობს პროცესები. მსმენელს რა უხსნათ, რას ნიშნავს თავშესაფრის სისტემა, ვინ თხოვს ხოლმე საქართველოს თავშესაფარს როგორც წესი, რომელი ქვეყნის მოქალაქეები? ანუ ეს არის ერთგვარი დაცვა, რომ უვიზო მიმოსვლის მიღების შემდეგ, თქვა სხვა ქვეყნის, მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა არ ჩააღწიონ ევროკავშირში, იმიტომ რომ საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა. საზღვრის კონტროლი თუ არ იქნება შესაბამისი, თავშესაფრის სისტემა თუ არ იქნება და ასე შემდეგ. ანუ ჯერ ქვეყანამ უსაფრთხოების სისტემა უნდა გააძლიეროს ისე, რომ ამ ქვეყნიდან არ იყოს მიგრანტების დამატებითი ნაკადი გაუკონტროლებელი ევროკავშირში. ბუნებრივია, ეს შეეხება მიგრაციის მართვას და ეს არის ზოგადად პრობლემა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროკავშირში, საზოგადოებისათვის ცნობილი მოვლენები, ვიცით სამწუხაროდ არის პრობლემები მსოფლიოში ესო და ბუნებრივია იწვევს ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ ომს, დევნას არსებობს ვალდებულება და ეს არ არის მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებები, ეს არის საქართველოსთვის ეს უცხო არ არის, როდესაც ადამიანი, რომელიც არის დევნილი და ის ეძებს თავშესაფარს, სადაც მას არ მოკლავენ, არ განდევნიან, დაეხმაროს ამ ადამიანს და ბუნებრივია ამას თავისი მართვა ჭირდება, იმიტომ რომ პრაქტიკაში, გარდა იმისა, რომ არიან ადამიანები, ვინც ჩვენ მაგალითად სირიიდან, ერაყიდან, უკრაინაში მოვლენები მოგეხსენებათ უკრაინიდან, გვყავს თავშესაფრის
მაძიებლები და სტატუსები უკვე აქვთ მათ ჰუმანიტარული სტატუსები. გარდა ამისა, როდესაც ადამიანს რეალურად ჭირდება დახმარება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ეს როგორც გითხარით, არ არის აუცილებელი, რომ კონვენციის ვალდებულება იყოს, ეს ისედაც ჩვენი განწყობაც არის. სამწუხაროდ არის ბევრი შემთხვევები და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში, ბევრი ადამიანი ბოროტად იყენებს თავშესაფრის სისტემას. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ მინიმალიზება მოხდეს, ანუ საკანონმდებლო დონეზეც და პრაქტიკაშიც სისტემა იყოს ისეთი აწყობილი, რომ ხელი შეეშალოთ ბოროტად მოსარგებლე ადამიანებს. ეს შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, იგივე ტერორიზმის საფრთხე. ასევე ბევრია შემთხვევები ჩვენს პრაქტიკაში მართლმსაჯულებას, როდესაც გამოექცევა ერთი ქვეყნიდან, ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ როდესაც ადამიანი განაცხადებს, რომ თავშესაფრის მაძიებელია, პროცედურა დაიწყოს და პრაქტიკულად ის ლეგალურად გარკვეულ პერიოდს, ვიდრე სახელმწიფო არ მიიღებს მასზე გადაწყვეტილებას, ეკუთვნის თუ არა სტატუსი, ის ლეგალურად იყოფება ქვეყანაში. იგივე პრობლემა აქვს ევროპასაც. ამას ჩვენ ვერ ავსწრებით, თუმცა მთელი, ასე ვთქვათ, ჩვენი სისტემის მოწყობა, პოლიტიკას, სტრატეგიას ვაწყობთ ევროკავშირის დირექტივებზე, რაც იმას გულისხმობს, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც აშკარა არის უსაფუძვლობა ამ განცხადების და ამ მიმართულებით, როგორც გითხარით, ჩარჩან საკანონმდებლო ცვლილებებიც განვახორციელებთ და უკვე ეხლა მეორე მოსმენით პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ 16 კანონში ცვლილებებთან ერთად, რაც მინიმალიზებას აკეთებს სწორედ ასეთი ბოროტად სარგებლობის შემთხვევების და ბუნებრივია ეს ერთმანეთთან არის ჯაჭვურ რეაქციაში. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ბუნებრივია, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჰარმონიზება როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის, იმიტომ რომ ინტეგრაცია გულისხმობს გარკვეულწილად უფრო მჭიდრო ურთიერთობას სახელმწიფოების საზღვრების ღიაობას და თუმცა საზღვრის დაცვასაც. ყველა საზღვრის დაცვასაც და ყველას ინტერესი არის, რომ არ მოხდეს ადამიანი, რომელიც საფრთხე შეუქმნის შემდეგ თავის ქვეყანას, იგივე კრიმინალის მიმართულებით იქნება ეს თუ ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით. ასე რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა მხრივ დადებითი ნაბიჯები და საკმაოდ მოკლე დროში მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ. ბატონო გიგა, ეს რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით, რომელიც პრინციპში ევროკომისიამ შეაფასა და თქვა, რომ ქვეყანამ აღებული ვალდებულებები ტექნიკურად მაღალ დონეზე შეასრულა, ანუ შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რაც ჰქონდა აღებული, დარჩა პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები, რომელიც კავშირში არის და ბევრ სხვა ფაქტორთან, რის გამოც ეს გადავადა, ასე ვთქვათ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის მაინც ექნება შესაძლებლობა, უკიდურეს შემთხვევაში წლის ბოლოსთვის საქართველოს მოქალაქეებს ექნება შესაძლებლობა უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში. თუმცა ევროპა მუშაობს შეჩერების მექანიზმზეც, მაგალითისთვის თუ ბევრია იმ ქვეყნის მოქალაქე, ვინც თქვა დაარღვია შემუშავებული წესი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მაშინ ევროკავშირი დაიტოვებს უფლებას, რომ შეუჩეროს ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა. ეს ბევრი ამბობს, რომ ეს არ არის გათვლილი ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორც საქართველოა, თუმცა ასეთი მექანიზმი იარსებებს. ამიტომ მინდა გითხოთ, ქართველები, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ ევროპის ტერიტორიაზე, ქვეყანას აქვს ასევე ვალდებულება, მათი დაბრუნების შემთხვევაში, იგივე რეადმისიის შედეგად დაბრუნების შემთხვევაში, მათზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. აი ამ კუთხითაც თანამშრომლობთ თქვენ ევროკავშირთან, რამდენადაც ვიცი, მობილობის პროგრამა არსებობს ქვეყანაში. დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცოდეს ამ პროგრამების შესახებ. რომ ვეპატიჟებით ხოლმე, აი ხშირად ისმის საქართველოს მთავრობის წევრებისგან, რომ ვინც არალეგალურად ხარ, ჩამოდით. რა ქნას ამ ადამიანებმა, როცა ისინი ჩამოვლენ, სახელმწიფო მათ გვერდზე უდგას? დიახ, სახელმწიფო მათ უდგას გვერდზე და ეს პირველად განხორციელდა შარშან, როდესაც გამოიყო ბიუჯეტში კონკრეტული თანხა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისარეინტეგრაციო პროგრამების ხარდასაჭერად. ეს პროგრამები მოიცავდა უფასო იურიდიულ დახმარებას, თქვენი უწყება ახორციელებს ამას? ჩვენი უწყება არის პასუხისმგებელი ამ პროგრამების განხორციელებაზე, ეს იყო სამედიცინო დახმარება, ფსიქორეაბილიტაცია, ასევე მცირე მიკრობიზნეს პროექტების დაფინანსება, პროფესიული გადამზადება, ანუ ადამიანს რაც ჭირდება, როდესაც ბრუნდება ქვეყანაში, ბუნებრივია იმერგაცრუებული, აქ საუბარი არის ადამიანებზე, რომლებიც არალეგალურად იმყოფებოდნენ, უამრავი გაჭირვება გადაიტანეს თავიანთ თავზე და წარუმატებლები დაბრუნდნენ, აუცილებელია ამ ადამიანების შესაძლებლობების შეფასება და ზუსტად აი იმ ნაბიჯებში, პირველ ნაბიჯებში მხარდაჭერა, რაც
აღარ გახდის თავიდან ახალ, ასე ვთქვათ, საფუძველს რომ წავიდეს საზოგადოებრივ ისევ სამუშაოს საპოვნელად. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული წარმატებული მაგალითები. აი მაგალითად ჩამოვიდა ვინმე არალეგალი ქვეყანაში. დიახ. ჩამოვიდა რა, ნუ ის იძულებული იყო რომ ჩამოსულიყო. შეიძლება თავის ნებითაც ჩამოვიდეს, ხომ? გადაწყვიტა ერთადაც და ჩამოვიდა. მოდის თქვენს უწყებაში და ავსებს რაიმე განაცხადს თუ რას აკეთებს? თუ სახელმწიფოს უკვე აქვს ინფორმაცია ამ ადამიანის თაობაზე და თვითონ მიდის მასთან თუ როგორ? ჩვენ გვაქვს სისტემა ესეთი აწყობილი. ერთი, როდესაც რეადმისიის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს არალეგალური საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოში დაბრუნებას, უკან მიღებას და ბუნებრივია სახელმწიფო საქმის გულშია კონკრეტულად ვის და რომელი ქვეყნიდან ელოდება. აი გერმანიის შემთხვევაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იყო აი ბოლოს რამდენიმე 1000 ქართველის დაბრუნება ქვეყანაში შეესაბამება ეს სიმართლე რამდენიმე ასეულზე იყო 1000-ზე არა საუბარი. არა, ჩვენ საუბარი გვაქვს აი მაგალითად, როდესაც აეროპორტში ჩვენ დახვედრას ვაკეთებთ და გაცნობითი ინფორმაციული შეხვედრა არის, რომ მათ იცოდნენ რომ თუ ინტერესი ექნება და ეს მიმართულებები არსებობს და უკვე შეუძლიათ მოგმართონ მეორე დღე იქნება თუ ნებისმიერ დროს როდესაც ისინი მოახერხებენ. ყველას ხვდებით აეროპორტში? აეროპორტში ხვდებით ყველას და ბუნებრივია ეს არის ნებაყოფლობითი და ამ ინფორმაციულ შეხვედრას ვაკეთებთ. და საკმაოდ ბევრი გამოთქვა სურვილს და შემდეგ მოდიან უკვე სამინისტროში და უკვე დეტალურად ხდება იმ საჭიროების გამოკვეთა და ის რაც აუცილებელია რომ ამ ადამიანს ხარდაჭერა კონდეს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. სისტემას რაც შეეხება. დიახ. ჩვენ გავაკეთეთ ესე, ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა, გამოვაცხადეთ კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც აქვთ გამოცდილება უკვე ამ მიმართულებით მიგრანტების ხარდასაჭერად და ღია გამჭვირვალე პროცესის შედეგად ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შარშან, რომლებაც განახორციელებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ეს პროგრამები და საკმაოდ წარმატებულად. ჩვენ უკვე აი გუშინ მქონდა ღონისძიება, სადაც აი ეს უკვე წლევანდელი წლის პროგრამები გამოცხადდა, ის გამოცდილების გაზიარებით რაც მივიღეთ ჩვენ შარშან წელს უფრო დავხვეწეთ და უფრო მეტი ასე ვთქვათ მოლოდინები გვაქვს წარმატების ამ მიმართულებით და არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე უნდა ითქვას იუსტიციის სამინისტროს და მუნიციპალიტეტების ხარდაჭერები ჩვენ ვაკეთებთ შეხვედრებს რეგიონებში რომ მოსახლეობა მაქსიმალურად გავრცელდეს ეს ინფორმაცია რომ არსებობს ეს სერვისები ჩვენ გვაქვს დღეს პრობლემა რომ სახელმწიფო უამრავ სერვისებს თავაზობს მოქალაქეებს აქ არ არის მხოლოდ ჩვენს უწყებაზე საუბარი, იქ სოფლის მეურნეობის მიმართულებით და სხვადასხვა მიმართულებით. ეძლევა მას რა მცირე პროექტის დაფინანსების უფლება? ანუ არის ასეთი კონკურსები? თქვა ჩამოვიდა ევროპაში ის კონკრეტულად თქვა ან ყველ საწარმოებდა, ან სადმე მუშაობდა, თქვა აქვს რაღაც უნარები. მე გეტყვით კონკრეტულ მაგალითებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები. მაგალითად სოფელში არის, მას ჰქონდა გარკვეული მცირე მეურნეობა. ჩვენ შეგვიძლია დავით მაგალითად მინი ტრაქტორის თუ ის აუცილებლად საჭიროებს, რომ თუ ექნება ეს საშუალება ტექნიკური დაამუშავებს მაგალითად სამეგრელოში თხილის მეურნეობას ჩვენ მქონდა მაგალითები როდესაც რამდენიმე პირუტყვის აქონელი შეუძინეთ ოჯახს და ისინი ოჯახს არჩენენ ყველის საშუალებით რძის პროდუქტების მოკლედ გასაღებით და უფრო ანუ ეს ორიენტირებულია რა უნარია კონკრეტულ ვინც ბუნებრივია რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად ვიღაცას საქონლით უნდა დავეხმაროთ ვიღაცას მეფუტკრეობით კონკრეტულად ადამიანს რა შესაძლებლობა აქვს. გრადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს თანხა ბიუჯეტიდან მოდის თუ ევროკავშირის რაიმე პროექტიდან? ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პირველად მოხდა შარშან ამ ბიუჯეტის გამოყოფა 400.000 ლარზეა საუბარი. წელს ეს თანხა კიდევ გაიზარდა 600.000 ლარით და მომავალ წელს სრულად იქნება ყველა რეგიონი დაფარული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ეს ვალდებულება ევროკავშირთან შეთანხმებითაც გვაქვს აღებული. მანამდე IOM მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებდა ამ პროგრამებს და ჩვენ უკვე ვაკეთებთ ჩანაცვლებას და მომავალ და სრულად დავფაროთ საქართველოს ყველა რეგიონს ამ პროგრამებით. გასაგებია. გარდა მაგისა, ევროკავშირის პროექტია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გასაძლიერებლად, რომელიც სტრატეგიის დაწერაშიც გეხმარებოდათ რამდენადაც ვიცი. აი დევნილთა სტრატეგია არსებობს ასეთი და მათი განვითარების გეგმა და რა არის პრიორიტეტები მისი, იმიტომ რომ როგორც წესი ეს ადამიანები ხშირად ჩივიან ბევრ რამეზე. იყო იქ შემთხვევები იგივე ზუგდიდში წყალთან დაკავშირებით, თქვათ იქ ეპიდემიის რამდენიმე 100-ს ადამიანამდე მოიწამლა. იგივე წეროვანში ჩასახლებული და
დევნილები მაგალითად ხშირად ახსენებენ ხელისუფლებას, რომ მათ სახელმწიფო წინასაარჩევნოდ, ყოველ შემთხვევაში მართველი ძალა წინასაარჩევნოდ დაპირდაო გაზის ტარიფების არ გადახდას, რომელიც შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა არ დაადასტურა, ჩვენ ესეთი დაპირება არ მიგვიწიო. ხშირად ისმის ლოკალურად პრეტენზიები ამ ხალხისგან და განცდა რომ თითქოს ისინი დაჩაგრულები არიან ამ ქვეყანაში. შესაბამისად არის რამე სტრატეგია, რომელიც აი განსაზღვრავს კონკრეტულ პრიორიტეტებს ამ ადამიანებისთვის, იგივე ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესახებ, რომ ყველას უფლება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში. მე გეტყვით, არსებობს სტრატეგია, რა თქმა უნდა, სამთავრობო დოკუმენტი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან მიმართებით, ასევე კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც მთავრობა ამტკიცებს და მეტიც ჩვენ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეს არის გრძელვადიანი განსახლება და თქვენ იცით და მე მგონი ნათელი არის როგორ პირობებში რა სტანდარტებით რა ბინებს გადავცემთ საკუთრებაში დევნილებს გარდა ამისა რამდენია ამ ეტაპზე გადაცემული ბადნოგიგა და რამდენია დასაკმაყოფილებელი დაახლოებით 2000 არის უკვე მიმდინარე წელს და ჩვენ გვაქვს როგორც მშენებლობები აი ზუგდიდში გაჩაღებულია კორპუსები მშენებლობა ქუთაისში გორში დამგრძელვადიანი გეგმის მიხედვით როდის უნდა დაკმაყოფილდნენ ისინი სრულად თუ არ იგეგმება ასეთი რამ და ამაზე რესურსი არ იყოფა მე გეტყვით ძალიან დიდი რესურსი არის საჭირო იმისათვის რომ მოკლე დროში მოხდეს ამ პრობლემების გადაწყვეტა მე ვისურვებდი რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო ისე გამდიდრდეს თუ ამის შესაძლებლობა ქონდეს მაგრამ უნდა ითქვას რომ უპრეცედენტო პროგრესი არის დევნილთა მიმართულებით. ჩვენ გვქონდა სულ სხვა სიტუაცია, როდესაც დევნილების მიმართ დამოკიდებულება იყო როგორც ახაც გარკვეული საზოგადოება, რომელსაც ზემოდან უყურებდა და პრაგან შეიძლება საერთოდ არ უყურებდა სახელმწიფო და დღეს გვაქვს, როდესაც ღირსეულ პირობებში იქ სადაც ისინი ფიქრობენ, რომ ინტეგრირებული იქნებიან, გადაეცემათ ბინები და ასევე არსებობს სამოქმედო გეგმა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ანუ ჩვენი მიმართულება არის არა მხოლოდ ჭერის მიცემა ადამიანისთვის, არამედ ადამიანს შემოსავალი გაუჩნდეს. ამიტომ ჩვენ გვაქვს მარტო სამინისტრო არ არის ამას ჩვენი საჩართული სხვადასხვა სამინისტროებთან ერთად სამოქმედო გეგმაზე განხორციელებას პასუხისმგებელი არის სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და ხდება იგივე საჭიროების შეფასება, ანუ პროფესიული გადამზადება ერთის მიმართულებით, რაც ძალიან ეხმარება შემდეგ დასაქმებაში ადამიანს, ასევე მიკრო ბიზნეს პროექტების განხორციელება, ჩვენ სპეციალურად შექმნით სააგენტო დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და სახელმწიფოსგან პირველად გამოიყო ბიუჯეტით თანხა ამ მიმართულებით და დევნილებს უკვე როგორც სოფლად, ასევე ქალაქში შეუძლიათ რომ მიკრო პროექტები წარმოადგინონ თავიანთი განაცხადები და ბიზნესი დიახ დაუფინანსონ, აქაც ჩვენ კონკურსი გამოვაცხადეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ვახორციელებთ ამ პროგრამას და აგრეთვე ჩვენ FAO-სგან, გაეროს სურსათის საერთაშორისო სააგენტოსგან მივიღეთ გრანტი 800,000 ევროს ოდენობით, რომელიც მიზნად ისახავს სწორედ ძირითადად სოფლად დახმარებას, განსაკუთრებით მარტოხელა დედებისთვის, მრავალშვილიანი დედებისთვის, იგივე იქნება ეს საქონლის შეძენა თუ სხვადასხვა მხარდაჭერა სოფელში, რაც აუცილებელია რომ გაძლიერდეს ადამიანი და სოფლის მეურნეობას ისედაც აქვს სერვისები, ზოგადად არა მხოლოდ დევნილებისთვის, ყველა მოქალაქისთვის და გვინდა რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ადამიანებს, რომ სერვისები არსებობს და შემდეგ როგორ უნდა ჩაერთონ, როგორ უნდა მართონ. პრობლემა არის ხოლმე ინფორმაციის არ ქონა ამ ადამიანებს, დამკუთხით კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით რამეს თუ გეკავთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტი ამ მიმართულებით. საზოგადოებრივი ინფორმირებლობის პროგრამა, როგორც დევნილებთან მიმართებაში, ასევე სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებთან მიმართებაში და ეს მოიცავს არა მხოლოდ სატელევიზიო კლიპებს, სოციალურ ქსელში ინფორმაციებს, არამედ მუნიციპალიტეტების მეშვეობით იგივე თემებთან კონკრეტულ დასახლებებში უშუალოდ ინფორმაციის მიტანით ადამიანმა უნდა იცოდეს ერთი რომ ეს პროგრამა არსებობს და მეორე როგორ უნდა განახორციელოს და იმ განხორციელებაში ჭირდება მხარდაჭერას და ეს პროგრამები მოიცავს ამ მხარდაჭერასაც და ვფიქრობ რომ ეს წარმატება ამ პროგრამების წარმატება და ეს მხოლოდ დევნილებს ბუნებრივია არ ახება ზოგადად სახელმწიფო ნებისმიერი მოქალაქის მიმართ დღეს ყველა ადამიანის შესაძლებლობის გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისთვის არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის ვის მიმართაც მოხდება დახმარება ბუნებრივია ამ ადამიანების გაძლიერება მხარდაჭერა არის უკვე ძლიერი გაძლიერებული სახელმწიფო და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ასეთი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. დიდი ბოდიში რა თქვენ წეგან ახსენეთ
წეროვანი ჩასახლებასთან დაკავშირებით და დაპირება. ესეთი დაპირება არ გაცემულა, არ არსებობს არც ვიდეო, აუდიო, სხვა ნებისმიერი ყოველ საშუალებებით. შემთხვევაში მათ ჰქონდათ წინასაარჩევნო დაპირებების ფურცელი, სადაც ეს ეწერა. ეს ფურცელი არ ვიცი საიდან მოვიდა, ეს არ არის იმ პროგრამის ნაწილი, რაც ჰქონდა ქართულ ოცნებას. მე გეტყვით, რომ ესეთი დაპირება არ იყო გაცემული და ვერ იქნებოდა გაცემული. არარეალური დაპირება ვერ იქნებოდა გაცემული, რატომ უნდა გათავისუფლდეს წევროვნის დასახლება კომუნალური გადასახადებისაგან. რატომ არ უნდა გათავისუფლდეს სამეგრელოში, წყალტუბოში და ასე შემდეგ. ხო არარეალური არის, არა? აქ საუბარი. ამ ადამიანებს ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ ვიღაცისგან, ხო? ნუ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხდება რამდენიმე ოჯახის გამოყენება, რომელიც ამ თემას აქტუალურს ხდის. პოლიტიკურ ოპონენტებს აბრალებთ ამას, ანუ პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წეროვნის დასახელებაში 2000 ოჯახზე მეტი ცხოვრობს. და ჩვენ როდესაც ვნახეთ სიუჟეტები, აქ საუბარია რამდენიმე ოჯახს. დანარჩენი ოჯახები ჩვეულებრივად იხდიან და ისინი იგივე პირობებში არიან, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები დევნილები. და არაერთხელ გაეწიათ სხვათა შორის წეროვანში დახმარება, არაერთხელ დაიფარა მიმდინარე გადასახადები, კომუნალური გადასახადები, ასევე ზამთრის ეს პერიოდულად ხდებოდა არა მარტო წეროვანზე. ზოგადად იყო ვაუჩერების სისტემა ზამთრის სეზონზე, იგივე შეშას დახმარების, ანუ თანხების კონკრეტულ თანხების ჩარისხვა ხდება დევნილებზე. ის რეგიონებში განსაკუთრებით. ანუ თქვენ ამბობთ, რომ წეროვანი არ იყო გამორჩეული, მაშინ როცა რეგიონებში ხდებოდა ეს წეროვანი. უნებრივია და ყველას მიმართ გარკვეული დახმარება ეს წლების განმავლობაში ხდებოდა ის, რომ კომუნალური გადასახადისა გათავისუფლდეს ადამიანი. უბრალოდ არ ვიცი რომ ლოგიკაში შემოჭრა. ასე მე ვერ გიპასუხებთ ახლა მათ ნაცვლად, მე შემიძლია უბრალოდ დაგისვათ კითხვები, რომელიც მათგან ისმოდა, ეს არის თქვენი პასუხები. მადლობა გიგა, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ასეთი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, ანუ რა სარგებელი მისცა კონკრეტულად დევნილთა პრობლემებს ქვეყანაში, ანუ დევნილების შანსებს, ასე ვთქვათ და ასევე მინდა გითხოთ ის, რომ ვიზო მიმოსვლის შემთხვევაში ამ სარგებლით, ასე ვთქვათ, ამ სარგებლების გამოყენების საშუალება ექნება თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს ექნება, ვისაც აქვს საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი და ამის პოლიტიკურ მნიშვნელობას ბევრი უსვამს ხაზს, მათ შორის ევროკავშირშიც. დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან კარგად გესმით ეს საკითხი. ბუნებრივია, ამას აქვს დატვირთვა ზოგადად სახელმწიფოს და იგივე ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩვენთან ინტეგრაციის კუთხითაც თავარი რაც შეიძლება ითქვას, არის პროცესი, რომ სახელმწიფოს აქვს გაკეთებული არჩევანი და მიმართულება, არა მარტო სახელმწიფოს ბუნებრივია და აქ არის გულისხმობა სახელმწიფო უწყებები, არამედ საზოგადოებას და ეს ლოგიკურია ევროპაში ინტეგრაციის. ევროპაში ინტეგრაცია გულისხმობს იმ ღირებულებებს, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან ახლოს. ეს არის ერთმანეთის პატივისცემა, ეს არის ერთმანეთის უფლებების პატივისცემა და წესრიგი, აუცილებლად დემოკრატიული წესრიგი და ყველა ადამიანს, როდესაც ეძლება საშუალება განვითარდეს თავისი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს. ეს არის ძალიან მარტივად და ჩვენ ხედავთ განსხვავება სხვადასხვა ქვეყნებს შორის ხო არ დავასახელებთ, როდესაც სადაც არის წარმატებული ქვეყანა, სადაც არის კულტურა, სადაც არის წესრიგი და შესაბამისად ჩვენ მივისწრაფით აქეთკენ. ამიტომ დევნილთა მიმართულებას რაც შეეხება, სამინისტროს აქვს ასევე მიმართულება და კონკრეტულ ტრანშებს იღებს ევროკავშირისგან და ეხლა საუბარია 3 მილიონი ტრანშის ჩარისხვაზე, სწორედ იმ შეფასების შედეგად, რაც ჩვენ ვახორციელებთ დევნილთა მიმართ. და რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. ოკუპირებულ ტერიტორიებს რაც შეეხება, ჩვენ ეს მიწები არსად არ წასულა, ეს მიწა ისევ თავის ადგილას დგას, ჩვენ გვჭირდება ბუნებრივია ერთმანეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, უამრავი პროგრამა ხორციელდება ასევე, რომელშიც შეიძლება საჯაროდ არ იყოს ბევრი აფიშირებული, მაგრამ დაინტერესებული არიან ადამიანები იგივე ჯანდაცვის მიმართულებით და სხვა მიმართულებით და როდესაც ადამიანი სადაც უკეთესად იგრძნობს თავს და რეალურად გაათვისნობიერებს, რომ ეს არის მისი უკეთესი მომავალი, იქნება ეს განათლების მხრივ, იქნება ეს ნეტი შემოსავლის მიღების მხრივ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა, დასაქმების პერსპექტივა და ასე შემდეგ, ბუნებრივია ეს არის ნაბიჯები, რაც საბოლოოდ დარწმუნებულია, რომ მიგვიყვანს გაერთიანებისკენ. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო გიგა გიორგაძე, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე. შევხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს გადაცემაში ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. მადლობა. დიდი მადლობა.
ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად.